საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენით შუა აზიური ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 8 თვეში მილსადენით 18,356,000 ტონაზე მეტი ნავთობი გადაიტვირთა, რაც წლიურად 5,3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გალტენ თაგარტის შეფასებით 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3,3%-ით $3 მილიარდ 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით 2025 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2,1%-ით არის გაზრდილი. ვრცლად გიყვებით საქმიან საღამოში. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ 252 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8,8%-ით მეტია. უფრო ვრცლად რამდენიმე წუთში. მშვიდობის საქმიანი საღამოს სტუდიიდან მოგესალმებით, საიდანაც ყველაზე საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაწვით. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაცილაძე ვართ. დავიწყოთ. პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეხვედრის მთავარი აქცენტები პროექტების ხარჯ-ეფექტიანობასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე იყო. მისივე თქმით, ორივე საკითხი გამოწვევა. მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს იმაზეც, რომ ქვეყანაში არსებობდეს სამართლიანი და კონკურენტული გარემო ყველა კომპანიისთვის, რომელიც სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობს. ბატონ რევასოხაძესთან ერთად ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად შეხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებული არიან სახელმწიფო პროექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ მქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის პროექტების ხარჯ-ეფექტიანობის გაუმჯობესება და ასევე პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანა რომ მაქსიმალურად გაუმჯობესოთ პრაქტიკა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე ჩვენი ამოცანა რომ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გქონდა საუბარი ამ მიმართულებით. მოვისმენთ საინტერესო მოსაზრებები, შეკითხვები, ფიქრობ რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია და ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შორის ვინც ჩვენ სფეროში მოღვაწეობს. გვაქვს მუდმივი შეხვედრები, სადაც ჩვენ ვაცნობთ ჩვენ პოზიციას, თუ რა იქნება სახელმწიფოს დამოკიდებულება და სამწუხაროდ თეთრი სიიდან გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა. ამიტომ დღეს ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, არამედ პირველ რიგში ბიზნესის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის მათ შორის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლის სპორტთან დაკავშირებით ჩინურ CCCC-სთან მოლაპარაკებებში არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. კომპანიასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის 29 მაისიდან მიმდინარეობს. მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია ინვესტორის შეცარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC-სთან ოფიციალურად გამარჯვებულად სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაფრონტებოდა ხელშეკრულება, თუმცა ამ განცხადებიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არ არის. სპორტის განვითარების პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია და მის ფარგლებში 600,000 კონტეინერის წლიური გამტარობის მქონე პორტი და საკონტეინერო ტერმინალი უნდა აშენდეს.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ 252 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8%-ით მეტია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით 8 თვეში ექსპორტი 6.7%-ით 4 მილიარდ 458 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7%-ით 11 მილიარდ 804 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 7 მილიარდ 356 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ აგვისტოს თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 6.5%-ით არის შემცირებული და 1 მილიარდ 959 მილიონ დოლარს შეადგენს. თვეების მიხედვით ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ივლისში შემცირებული იყო. 8 თვის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით 321 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სების სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45%-ს შეადგენს, შესაბამისი 154 მილიონი დოლარით, ხოლო წლიური ზრდის ტემპი 12%-ია. ამასთან ამერიკიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ აგვისტოში ამერიკიდან 7%-იანი წლიური ზრდა ფიქსირდა და მოცულობა 59 მილიონი დოლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ აგვისტოში მაჩვენებელი წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 51 მილიონი დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან 8 თვეში გადმორიცხულია 2 მილიარდ 373 მილიონი დოლარი. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 2212 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია. ეს თანხა საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით ხელზე 1770 ლარს ნიშნავს. შესაბამისად, საქსტატის თანახმად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი 1770 ლარია. საქმიანობის სფეროების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია 4176 ლარი, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები 3732 ლარი, მშენებლობა 3467 ლარი. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 2995 ლარი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი 2553 ლარის ხელფასი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1122 ლარის ოდენობით. როთვეში საქართველოს ტურიზმიდან 3 მილიარდ 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. წინასწარი მონაცემები გალტენ თაგარტმა დათვალა. მათი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.3%-ით არის გაზრდილი. საინვესტიციო ბანკის გათვლებით 2025 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 600 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსული აზიმუტი საქართველოში ფრენების სიხშირე ზრდის და 23 სექტემბრიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს კრასნოდარის აეროპორტიდანაც დაიწყებს. ავიაკომპანიის პრესამსახური აცხადებს, რომ კრასნოდარიდან ავიაკომპანია კვირაში 2 რეისს სამშაბათობით და პარასკევობით შეასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა საათნახევარია, ბილეთის ფასი 23 სექტემბრის რეისზე 16200 რუბლიდან, ანუ 193 დოლარიდან, ხოლო 26 სექტემბრის რეისზე 18300 რუბლიდან 218 დოლარიდან იწყება. ავიაკომპანია აზიმუტი, რომელიც დონის, როსტოვის, პლატოვის საერთაშორისო აეროპორტებში არის ბაზირებული, თბილისი, მოსკოვი, თბილისის მიმართულებით ავიარეისებს 2023 წლის 17 მაისიდან ასრულებს. დღეისათვის ავიაკომპანია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებითაც დაფრინავს და რეისები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, უფადან და სოჭიდან სრულდება. ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის მილსადენის შუა აზიური ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 8 თვეში მილსადენით 18,000 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურად 5.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გატარებული ნავთობის 84%-ზე მეტი აზერბაიჯანული ნავთობი იყო. 15.7% კი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან წარმოებული ნავთობი.
იანვარ-აგვისტოში სამხრეთ კავკასიური ანუ ბაქო-თბილისი ერთდრომის მილსადენით მთლიანი მოცულობის 57%, ანუ 15.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.2%-ით მეტია. მონაცემებს რეპორტი აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის მაგისტრალური გასადენებით 26.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა გადაკაჩული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით მეტია. სამხრეთ კავკასიური მილსადენით კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე შაჰდენიზის გაზ-კონდენსატის საბადოზე მოპოვებული გაზი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში გადაიქაჩება. საქართველოს გაზმომარაგება სწორედ სამხრეთ კავკასიური მილსადენის 30 დიუმიანი განშტოებით ხდება, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მდებარეობს. დაზღვევის ინდუსტრია იზრდება, თუმცა ძირითადად ფასების კორექტირების ხარჯზე. ამის თაობაზე PSP დაზღვევაში აცხადებენ, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიმდინარე წლის ორი კვარტალის მდგომარეობით სექტორის მოგებიანობაზე ნეგატიურად იმოქმედა კურსდაშორის სხვაობამ, რადგან მათ ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიებს თანხები ბანკებში ძირითადად უცხოურ ვალუტაში აქვთ განთავსებული. PSP დაზღვევის სამეთოყურო საბჭოს თავმჯდომარე სოფიო ლევანიძე ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებით მომავალი წლის იანვრიდან ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები შევამოწმეს. აღსანიშნავია, რომ წელს 6 თვეში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 56 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 11 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია. ვალუტის კურსის ცვალებადობა, რა თქმა უნდა, ავლენს შესაბამის გავლენას რეზერვებზე და ფინანსურ შედეგებზე. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მის მიერ იყო შეჯამებული ეს მონაცემი, საბოლოო ჯამში ორი კვარტლის მონაცემით 12 მილიონი ლარის ზარალი ნახა მთლიანად ინდუსტრიამ კურსდაშორისი ცვლილების გამო, რომელიც ზარალის სახით იყო ასახული და შესაბამისად გარკვეული რეგულაციებიც არის წინ. ზოგადად დაზღვევის ბიზნესი იზრდება მეტწილად უფრო პოლისების გაძვირებით, რასაც მე ფასის კორექტირებას ვეძახი, ვიდრე იმით, რომ იზრდება თავად ბენეფიციართა რიცხოვნობა ინდუსტრიაში. საქმეის აღამოს დასრულების შემდეგ თელარა გელანტიას წერტილი გეოლდება თეთერში, ვნახოთ გადაცემის ანონსი. 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების გადინებას ჰქონდა ადგილი. მეორე კვარტალში კი სულ $1.5 მილიონ ჩაიდო. უცხოელების ნაკლები ინტერესის ფონზე. რამდენად მიმზიდველია სოფლის მეურნეობა ადგილობრივი ინვესტორებისთვის და რა როლი აქვს სახელმწიფო პროგრამებს სექტორის სხვადასხვა მიმართულებების ბიზნესად ქცევისთვის. რისის შეცვლა საჭირო ბიუჯეტის რესურსის ეფექტიანად ხარჯვისთვის. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე კომპანია აგრო ქიზიყის დამფუძნებელი მეწარმე ბექა გონაშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგზელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და ტრადიციულად განვლილი კვირის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკული ინდექსებისათვის საკმაოდ პოზიტიური იყო, რადგანაც ძირითადმა ინდექსებმა დააფიქსირეს საშუალოდ 1%-იანი ზრდა და ამის ფონზე მათი შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდეც გაიზარდა. საბედნიეროდ მიმდინარე კვირის პირველი საბაჭო სესიაც ძალიან პოზიტიურ ნოტაზე დაიწყო. სამივე ინდექსმა მიაღწია ისევ და ისევ ახალ რეკორდულ ნიშნულს და უკვე ეს ტენდენცია გადაბმულად მერამდენე თვეა გრძელდება, თითქმის ყოველკვირეულად NASDAQ-ისა და S&P 500-ით ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს აღწევენ. უფრო კონკრეტულად შედეგები ასე გამოიყურება. S&P 500-თან გვაქვს +0.5%, Dow Jones-თან მცირედი +0.06%-იანი ზრდა, ხოლო NASDAQ-ი, როგორც ხედავთ, აფიქსირებს +0.97%-ს დღესაც. NASDAQ-მა მოახერხა ახალი რეკორდის მიღწევა და სავარაუდოდ ეს ტენდენცია კიდევ კარგა ხანი გაგრძელდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ არის მოლოდინი, რომ Fed-ი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს. აქვე კომპანიებსაც შეგვიძლია შევეხოთ, რამდენი მათგანს აქვს გამორჩეულად კარგი შედეგები. ერთ-ერთი მაგალითად არის Google, რომელიც დღეს ოფიციალურად გახდა უკვე 3 ტრილიონიანი კომპანია, როგორც ხედავთ, ის შეუერთდა ულტრაელიტარული კომპანიების რიგს, სადაც არიან რეალურად მხოლოდ Apple,
Microsoft-ი და Nvidia, ანუ ამ კომპანიების გარდა სხვა 3 ტრილიონიანი შულზე არასოდეს არ მეუღწევია და Google-თან გვაქვს, როგორც ხედავთ, 3%-ზე მეტი ზრდა დღის განმავლობაში. ასევე ძალიან კარგი შედეგები აქვთ Amazon-საც და Meta-საც და ათეულში საუკეთესო შედეგით დღეს არის წარმოდგენილი Tesla. პლუს 6%-ით არის ის და მისი კაპიტალიზაცია, როგორც ხედავთ, არის $1.350 მილიარდი. საერთო ჯამში ტოპ ათეულში აბსოლუტურად ყველა კომპანიის ღირებულება დღის განმავლობაში გაზრდილია და სწორედ ეს არის ის შედეგი, რის გამოც Nasdaq-ი აფიქსირებს დღეს ფენომენალურ შედეგს. მოკლედ, ინვესტორებს ტექნოლოგიური სექტორის მიმართ აქვთ ძალიან პოზიტიური მოლოდინები, რაც, პრინციპში გადაჭარბებული არ არის, რადგანაც უკვე მერამდენი კვარტალია ეს კომპანიები რეკორდულზე გაცილებით უკეთეს შედეგებს აფიქსირებენ და ხშირად ამ შედეგებს რამდენიმე ათეული პროცენტით აჭარბებენ. კიდეც და როდესაც გაქვს ასეთი შედეგი, რა თქმა უნდა, იზიდავ კაპიტალსაც. ამერიკიდან ევროპასაც უნდა გადავალოთ თვალი, რომელიც რა თქმა უნდა რეკორდთან ჯერ ახლოს არ არის, მაგრამ პოზიტიური დინამიკა აქაც გვაქვს და 600 უმსხვილეს კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია, როგორც ხედავთ, 0.51%-ით არის გაზრდილი. მატება აქვს Nikkei-საც პლუს 0.99%, აი რაც შეეხება შანხაის, ის კორექციას განიცდის და ვარნა გვაქვს -0.27%. საფონდო ბირჟიდან ვინაცვლებთ ახლა უკვე, როგორც ხედავთ, ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ნავთობი არის გაძვირებული დაახლოებით 1%-ით, ბრენტის ფასი შეადგენს ამჟამად $67, ხოლო WTI $63 ივაჭრება. ბუნებრივი არის, რაც შეეხება, ის არის გაიაფებული საშუალოდ 2%-ით და როგორც ხედავთ, მეგავატი საათი ენერგიის ფასი შეადგენს დაახლოებით €22. აქვე ოქროზეც ვისაუბროთ, ის გაძვირებულია, თანაც რეკორდულად, როგორც ხედავთ, ეს ახალი ისტორიული მაქსიმუმია და უნციაზე შეადგენს $3677, 1% არის დღის განმავლობაში ზრდა, ერთ თვეში ფენომენალური პლუს 10.9%, ხოლო ერთ წლიან პერიოდში 42.9%. ვერცხლსაც დამაკმაყოფილებლად კარგი შედეგები აქვს და საერთოდაც 2025 წლის მსგავსი პერიოდი ოქროსათვის, თუ კი თანამედროვე ისტორიას გადავავლეთ თვალს, უბრალოდ არასოდეს ყოფილა. ის ინვესტორები, რომელთაც აქვთ ფიზიკური ოქრო ან ოქროს სერტიფიკატები ან ოქროს ფიუჩერსები, ძალიან დიდ სარგებელს იღებენ ამ პერიოდის განმავლობაში და შეიძლება ისტორიაში, მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ასეთი ბულრანი ოქროსთან მიმართებით მეორედ ვერც კი ვნახოთ, ვინაიდან როგორც წესი, ოქროს წლიურად 42.9%-ით ზრდა ნამდვილად არ შეჩვევია. ეს არის პასიური საინვესტიციო აქტივი, რომელიც მოგეხსენებათ არ გასცემს არც დივიდენდს, არც კუპონის განაკვეთს, არც პროცენტულ სარგებელს, არც მოგებას აგენერირებს, ის არის უბრალოდ პასიური და თავის ღირებულებას ან ინარჩუნებს, ან იზრდის იმის მიხედვით თუ რა ხდება სოფლიოში და დღეს რაც ხდება სოფლიოში, ეს უბრალოდ ოქროსათვის არის ძალიან ხელსაყრელი. ოქროდან კრიპტოინდუსტრიას გადავალოთ თვალი, აქ მცირედით არის ბაზრის კორექცია, როგორც ხედავთ, 1%-იანი წარმოდგენილი და შეფასება შეადგენს $4.80 მილიარდ. ბიტკოინის ფასი საკმაოდ სტაბილურად არის $115,000 ფარგლებში, ეთერიუმი კი $4,500 ივაჭრება. მატება გვაქვს 2-დან 4%-ის ფარგლებში, კაპიტალიზაცია კი $552 მილიარდია ეთერიუმისა, ხოლო ბიტკოინის არის $2.186 მილიარდი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ. შევეხოთ პირველ რიგში საქართველოს ბანკს, რომელმაც დღეს 1%-იანი ზრდა დააფიქსირა და აქვე მიმდინარე წელიწადზეც მინდა ორიოდე სიტყვის თქმა, უკვე გარკვეული პერიოდი გავიდა იმისათვის, რომ შედეგები შევაფასოთ და საქართველოს ბანკს ამ პერიოდში აქვს პლუს 65%-ის ზრდა, რაც მოგეხსენებათ დაჭარბებს როგორც გლობალურ საფონდო ბენჩმარკებს, აგრეთვე წამყვან ამერიკულ საბანკო საფინანსო კომპანიებსაც კი. სხვათა შორის ამერიკულ და გლობალურ გიგანტებს სჯობნის TBC ჯგუფით, რომელსაც წელს აქვს პლუს 45%, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კი უშუალოდ არის დაფიქსირებული პლუს 2%. მართალია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მცირედი კორექცია ვიხილეთ, რომელიც აი აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს, თუმცა ეს კორექცია იმის ფონზე, რომ კომპანიებს 45 და 65%-იანი ზრდა აქვთ, არაფრადაც კი შეიძლება ჩაითვალოს და ამ შემთხვევაში გრძელვადიანი ინვესტორები, რომლებმაც ქართული კომპანიების აქციები დიდი ხნის წინ შეიძინეს, ისინი რა თქმა უნდა ძალიან დიდ მოგებაში არიან. ასევე საქართველოს კაპიტალიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მესამე კომპანია, რომელიც არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მას ამ პერიოდში, ანუ წლის დასაწყისიდან დღემდე აქვს დაფიქსირებული არც მეტი არც ნაკლები 100%-იანი ზრდა. მოკლედ
ის ინვესტორები, რომლებმაც საქართველოს და ქართული კომპანიები აერჩიეს, ძალიან კარგ ვითარებაში არიან. აქვე ადამიანს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომელიც დოლართან მიმართებით ბოლო პერიოდში არის ცირედით გაუფასურებული და კურსი ამჟამად დოლარისა გვაქვს 2.70, ევროს გასული კურსი გვაქვს 3.17, ანუ აქაც არის გაუფასურების დინამიკა, ხოლო სტერლინგის კურსია 3.68. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ Foresight Investment Group-ზე და მის მიერ შემოთავაზებულ Foresight-ის ლარის ფონდზე. ეს არის ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ თავისუფალი თანხა და სურთ ამ თავისუფალი თანხით განაცვლოთ ფინანსური სარგებელი მიიღონ. Foresight-ის ლარის ფონდი გაძლევს საშუალებას განათავსოთ თანხა იგი და ამით მიიღოთ სარგებელი, რომლის მოცულობას როგორც ხედავთ, წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9.5%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს კიდეც 11%. მართალია, ეს არის წლიური განაკვეთი, თუმცა სარგებელი უშუალოდ თქვენ გაეცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ეს ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. მოკლედ გაგაცნობთ საქმიანი საღამოს გადაცემის ანონსს, რაზე ვისაუბრებთ დღეს. დონალდ ტრამპი არის საკმაოდ ამოქოქილი, ის პირდება კიდევ ერთხელ მსოფლიოს, რომ დაასრულებს ომს უკრაინაში, თუმცა ამას რამდენიმე წინაპირობა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი არის ნატოს წევრი ქვეყნებისადმი მოწოდება, რომ შეწყვიტონ რუსული ენერგორესურსების საწვავის და ნავთობის შესყიდვა და ის მკაცრ სანქციებს დააწესებს რუსეთისთვის, რაც გარდამტეხი იქნება ომის მიმდინარეობისას. ასევე დონალდ ტრამპმა ისაუბრა იმაზე, რომ TikTok-თან შეთანხმება მიღწეულია და ეს კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში რჩება, რა წინაპირობებია ნატოსთან მიმართებით და სანქციებთან მიმართებით, ასევე რა ამბებია გლობალურ ბიზნესში, ამაზე სულ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ. დღეს ასევე საქმიან საღამოში ბევრს ვისაუბრებთ ნავთობზე, ვინაიდან OPEC-მა წარმოადგინა ახალი მოლოდინი მომავალთან დაკავშირებით. აქ საუბარი 10, 20, 30 წლიან პერსპექტივაზე და როგორც OPEC-ში ფიქრობენ, ნავთობზე მოთხოვნა არა თუ შემცირდება, არამედ საკმაოდ მკვეთრად გაიზარდება, რასაც რამდენიმე ახსნა და თავისი მიზეზი აქვს. უფრო დეტალურად ამ მიზეზებს და OPEC-ის პროგნოზებს რამდენიმე წუთში გაგაცნობთ. დღეს საქმიანი საღამოს ეთერში ერეკლე პოლოდიშვილი პოლონეთზე ისაუბრებს. ქვეყანაზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ 1 ტრილიონიანი ქვეყნების ვიწრო წრეს შეუერთდა. როგორი გზა განვლო ქვეყანამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფიდან დღემდე, ამაზე უფრო დეტალურად ერეკლე მოგახსენებს, რომელიც საქმიანი საღამოს პირდაპირ ეთერში ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობის. პოლონეთი ტრილიონიანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ოცეულს შეუერთდა. ეს ისტორიული ამბავი მსოფლიოს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რამდენიმე დღის წინ აცნობა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი არის საბჭოთა ორბიტისაგან გამოთავისუფლებული პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. სიტყვით გამოსვლისას ტუსკმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად დიდი წვლილი შეიტანა ამ შედეგამდე მოსვლაში იმ სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რაც ქვეყანამ გასული 3 ათწლეულის განმავლობაში განახორციელა. დღეს სწორედ ამ განვლილ გზაზე მინდა გესაუბროთ. მოგიყვებით თუ როგორ გახდა საბჭოთა ორბიტისაგან დახსნილი ევროპული ტიპის სახელმწიფო ევროკავშირის ერთ-ერთი ბირთვი. რა ეკონომიკური ნაბიჯები გადადგა მან და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან. რეალურად ყველაფერი 1989 წელს დაიწყო, როცა სოლიდარობის პარტიამ პოლონეთის ნახევრად თავისუფალ არჩევნებში ხმათა 99% მოიპოვა. კომუნისტურ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ჩამოართვა და გარდამავალ 2 წლიან პერიოდში ქვეყანა საბჭოთა კავშირის სატელიტებთან ერთად მართა. მაშინ ხალხის მიერ რეალურად არჩეულმა ხელისუფლებამ ბალცეროვიჩის გეგმა წარადგინა და ქვეყანაში რეფორმების შოკური თერაპია დაიწყო. დაიწყო ფასების ლიბერალიზაცია და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ობიექტების პრივატიზაცია. შეჩერდა ინფლაცია, თუმცა ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უმუშევრობის მასობრივად ზრდისა და წარმოების საგრძნობლად შემცირების ხარჯზე მოხდა. ეს ეტაპი ქვეყანამ მძიმედ გადაიარა, თუმცა 90-იანი წლების ბოლოს პოლონეთში მაკროეკონომიკური ვითარება დასტაბილურდა. კერძო ბიზნესმა შეძლო ქარხნების ხელახლა ამუშავება და ხალხის დასაქმება. სწორედ ამ ნაბიჯებმა დაუდო საფუძველი ქვეყნის სრულფასოვან საბაზრო ეკონომიკად ქცევას. რევოლუციური რეფორმების პარალელურად პოლონეთმა მიზნად ევროკავშირში გაწევრიანებაც დაისახა და 1994 წელს კანდიდატის სტატუსიც მიიღო. გაერთიანების მოთხოვნების თანმიმდევრულად შესრულებისა და ეკონომიკური თუ სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციის ფონზე სტატუსის მიღებიდან 10 წელიწადში 2004 წელს
პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა. სწორედ ეს არის ის ეტაპი, რომლის შემდეგაც რეალურად ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური წინსვლის პროცესი დაიწყო. 2004 წლიდან დღემდე ქვეყანამ 170 მილიარდის ფინანსური დახმარება მიიღო, რამაც ინფრასტრუქტურა განავითარა და ინოვაციების დანერგვას შეუწყო ხელი. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად პოლონეთმა მოახერხა ყოფილიყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელმაც 2009 წლის რეცესია ფაქტობრივად თავიდან აირიდა. პოლონეთმა წარმატებით გაართვა თავი 2020 წლის პანდემიის პერიოდში დაწყებულ კრიზისსაც, თუმცა მომდევნო რამდენიმე წელიწადში ინფლაციის ზრდამ ეკონომიკას სერიოზულად დააზიანა. თუმცა ამასაც გაუმკლავდა ამ ვითარებიდანაც გამოვიდა ქვეყანა, რადგან პასუხისმგებელმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარეს და ქვეყანა აქამდე მოიყვანეს. დღემდე, როცა პოლონეთი ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს შეუერთდა. და მაინც, რას აკეთებს ასეც ეს ევროპული ქვეყანა, რაზე დგას მისი ეკონომიკა რეალურად? არსებული სტატისტიკის თანახმად, პოლონეთის ეკონომიკის უდიდესი წილი 465 მილიარდი აშშ დოლარი მომსახურების სექტორზე მოდის. ცხადია, ეს მოიცავს ტურიზმს, საბანკო სექტორს, IT მიმართულებას და საცალო ვაჭრობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკაში წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკის, მძიმე მრეწველობისა და მშენებლობის ცვლილიც, რაც 253 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ კუთხით გამორჩეულია ფოლადის მოპოვებისა და წარმოების სექტორები, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიას უდიდეს მუხტს აძლევს. ავტომობილებისა და სხვადასხვა ელექტროტექნიკის წარმოება არის ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მოცულობაც 136 მილიარდს შეადგენს. სიცხადისთვის, არაერთი წამყვანი ევროპული კომპანიის, მათ შორის გერმანული Volkswagen-ის, იტალიური Fiat-ისა და შვედური IKEA-ს მსხვილი საწარმოები სწორედ პოლონეთშია გახსნილი. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 2.4%-ს ქმნის და 24 მილიარდს შეადგენს. ამ მხრივ პოლონეთი გამორჩეულია ხორბლისა და კარტოფილის მოყვანით, ასევე განვითარებულია ღორის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება. პოლონეთის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს ექსპორტსაც. კერძოდ, ავტომობილების ნაწილების უცხოეთის ბაზარზე გატანით ქვეყანა 20 მილიარდის შემოსავალს ნახულობს. თავად მანქანების ექსპორტს კი 8.5 მილიარდის მოგება მოაქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ელექტრობატარეების სექტორი, საიდანაც შემოსავალი 12.9 მილიარდს შეადგენს. რაც შეეხება ავეჯს, ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო აღმასვლა ფიქსირდება. თუ 2022 წელს ექსპორტმა 15.35 მილიარდი დოლარი შეადგინა, სულ რაღაც 2 წელიწადში ეს მაჩვენებელი 17 მილიარდამდე გაიზარდა. მოკლედ, მომსახურების სფერო, მრეწველობა, შენებლობა და სოფლის მეურნეობა არის ის სფეროები, რომლებმაც ქვეყანა ამ ნიშნულამდე მოიყვანა. საბაზრო ეკონომიკის ევროპული გიგანტი დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსპორტზე და აქედანაც დიდ შემოსავალს ნახულობს. საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას და პოლონეთთან ისტორიულად დაკავშირებულ სახელმწიფოს, შეუძლია აიღოს მაგალითი, თუ როგორ გაუმკლავდეს რთულ რეალობას და იქცეს წარმატების მაგალითი. მადლობა ერეკლე, ტრადიციულად საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის. საქმე საღამოს ზუსტად 1 წუთში გავაგრძელებ დღის რიცხვით. საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარ მომწოდებელ ქვეყნიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტი კვლავ დაიბეკრება. ზეთის ექსპორტზე გადასახადი სექტემბერში 5746 რუბლამდე გაიზარდა. შოტზე კი 1019 რუბლამდე ტონაზე იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აგვისტოსთვის მზესუმზირის ზეთის სავარაუდო გადასახადი 1 ტონაზე 4640 რუბლი, შროტზე კი 963 რუბლი იყო. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის დაგროვების გამო რეგიონული ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება რეგიონის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა გააკეთა. მისივე განცხადებით ვლადიკავკაზსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო დერეფანში ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმართულებით ამ დროისთვის ელექტრონულ რიგში დაახლოებით 2500 სატრანზიტო ავტომობილია დარეგისტრირებული. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე GCCA მომხმარების უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
გლობალურ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით OPEC-მა განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბაზარზე ნედლ ნავთობთან მიმართებით მოთხოვნა ისევ მაღალია და სავარაუდოდ მომავალშიც ასე გაგრძელდება, რაც ფუნდამენტური ფაქტორებითაა განპირობებული. OPEC-ის პროგნოზით 2030 წლამდე გლობალური დღიური მოხმარება 112 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10 მილიონი ბარელით მეტია. ხოლო რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერსპექტივას, 2050 წლისთვის გლობალური მოთხოვნის მოცულობა 123 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოთა ორგანიზაციის პოზიციას იზიარებს ExxonMobil-ის ანალიტიკური დეპარტამენტიც, რომლის პროგნოზით 2050 წლისთვის ნავთობი და ბუნებრივი აირი ისევ შეინარჩუნებენ აქტუალურობას და წიაღისეულ საწვავზე გლობალური ენერგომოხმარების 50%-ზე მეტი მაინც განაზრდება. ExxonMobil-ის პროგნოზის მიხედვით ნავთობზე მოთხოვნა 2030 წლის შემდეგ დასტაბილურდება, მაგრამ 2050 წლამდე ის დღიურად საშუალოდ მინიმუმ 100 მილიონ ბარელზე შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი ზრდისა, ნავთობი კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ExxonMobil-ის პროგნოზი მიუთითებს, რომ მომდენო 25 წლის განმავლობაში ბენზინის წარმოება შემცირდება, ნავთობის ძირითადი გამოყენება მაინც ისევ უცვლელად დარჩება სხვა ეკონომიკურ სექტორებში. მაგალითად, ნავთობი აქტიურად გამოიყენება მრეწველობაში, ქიმიური პროდუქციის წარმოებასა და კომერციულ ტრანსპორტში, როგორიცაა მაგალითად საზღვაო, საჰაერო და სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოები. ეს პროგნოზები ნათლად აჩვენებს, რომ წიაღისეული საწვავის როლი გლობალურ ეკონომიკაში მომავალშიც აუცილებლად შენარჩუნდება, მიუხედავად კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ენერგეტიკული ტრანზიციის საჭიროებისა. ExxonMobil-ის შეფასებით, ახალი ტექნოლოგიების და მწვანე ენერგიის წყაროების განვითარება აუცილებელია, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია გლობალური მოთხოვნის ადეკვატურად დაკმაყოფილება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც წიაღისეული საწვავის მოპოვების მიმართულებით შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო. და დროა გადავიდეთ თემაზე, რა მოხდა დღეს სოფლიოში, ვისაუბროთ ამ მიმართულებით. პრინციპში, ალბათ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან დღემდე რთულად მოიძებნება დღეები, როდესაც საქმიან საღამოში ამ რუბრიკაში დონალდ ტრამპის რაიმე განცხადება, რაიმე გადაწყვეტილება, კონკრეტული ტარიფების დაწესება, ხელმოწერა არ მოხვედრილი იყოს. ალბათ ასე დღეები იქნება ცოტა გითხოვდება დამეთანხმება, რადგან უდიდესი ნაწილი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისა საქმიან საღამოს ის უძღვებოდა. მე ახლა შემოვერთდი ამ ნაწილს. მოკეთ, საკმაოდ ბევრი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა, ერთ-ერთი უკავშირდებოდა სანქციებს, რომელიც მან რუსეთს წინააღმდეგ უნდა დააწესოს და რომელიც ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს. აქ არის რამდენიმე წინაპირობა, რაზეც ტრამპი საუბრობს. ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა შეწყვიტონ რუსული ნავთობის შესყიდვა. ტრამპმა რომ მის ციტატა რომ მოვიყვანოთ, როგორც იცით, ნატოს გამარჯვებისადმი ერთგულება შორს იყო 100%-ისგან, ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა კი შოკის მომგვრელი იყო. ეს არის ციტატა მისი განცხადებიდან. პრინციპში მან ბევრი ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება მისაღებია და რომ უკრაინის ომის დასრულება სწორედ მასზე ამ შემთხვევაში დამოკიდებული. მან კიდევ ერთხელ ახსენა, რომ ეს არ არის მისი ომი, ეს არის ბაიდენის და ზელენსკის ომი, შესაბამისად მას ძალუძს ამ ომის დასრულება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ის მიიღებს მკაცრ გადაწყვეტილებას და უწესებს რუსეთს სანქციებს შეზღუდავს, მაგრამ ეს იმ პირობებში, როცა ნატოს წევრი სახელმწიფოები შეწყვეტენ რუსული ნავთობის შესყიდვას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 32 წევრი სახელმწიფოსგან, რომელიც დღეს ნატოში და გაერთიანებაში იმყოფება, რამდენიმე მათგანია მხოლოდ ყველაზე მსხვილი შემსყიდველი რუსული ნავთობის. ეს არის თურქეთი, ეს არის უნგრეთი და ეს არის სლოვაკეთი. რაც შეეხება ევროკავშირს და ამ ქვეყნებს, ევროკავშირის შემადგენლობიდან ვინც არიან ნატოს წევრები, მათი წილი რუსული ნავთობის შესყიდვის არის 3%, რაც საკმაოდ შემცირებული მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ომამდე იყო 27%. შესაბამისად,
თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი რჩებიან იმ მოთამაშეებად ნატოში, რომლებიც ყველაზე მეტად მოიხმარენ რუსულ ნავთობს და აქვთ ამ დრომდე შესყიდვები, არა მარტო ნავთობს, ეს არის გაზიც, ამ ნაწილში თქვა უნგრეთი და სლოვაკეთი საკმაოდ დიდწილად არიან დამოკიდებული რუსეთზე. მოკლედ ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრამპმა ისაუბრა დეფიციტის შემცირებას, რომელიც უკავშირდება სავაჭრო დეფიციტს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. საუბარი იყო 300 მილიარდზე მეტ დეფიციტზე, თუმცა რიცხვები რომ დავთვალოთ და შევადაროთ, ექსპორტი ევროკავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ევროკავშირში 232 მილიარდი გამოდის სულ სავაჭრო დეფიციტი. ტრამპი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი, რომელიც არსებობს, ევროკავშირმა ამოავსოს თუნდაც ამერიკული ნავთობის და გაზის შესყიდვის ხარჯზე და ამის შემდეგ უკვე ის თამამად და გაბედულად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოაქციოს და როგორც ამბობს, დაასრულოს ამით ომი. ანუ როგორც ჩანს, ტრამპს აი ამ ასე ვთქვათ, სამშვიდობო შეთანხმებიდანაც უნდა ეკონომიკური სარგებლის მიღება, ოღონდ ამ შემთხვევაში ევროპის მხრიდან, ვინაიდან ის საჭირო რაოდენობით, როგორც ჩანს, არ ყიდულობს ამერიკულ რესურსებს, აქ ძირითადად საუბარი არის თხევადგაზე, LNG-ზე, რომელიც ამერიკას შეუძლია ძალიან დიდი რაოდენობით გაყიდოს ევროპაში და ევროპას შეუძლია იყიდოს, რადგანაც სხვა ალტერნატივა ესე პრინციპში არც არის. ბუნებრივი აირი, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა, აღარ მოდის, ანუ LNG არის. LNG-ს ტრანსპორტირება მარტივია, კი, მარტივია ძალიან საზღვაო გზით, სპეციალური პორტები ამისათვის მოწყობილი და ტანკერებიც ბლომად ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ გაუჭირდება ევროკავშირის მომარაგება. მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი გავაგრძელოთ და ამ ომის დასრულება გარკვეულწილად არის დამოკიდებული ერთ ადამიანზე. ეს არის სტივ უიტკოფი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ის ადამიანი, ვისაც აბარია მოლაპარაკების პროცესის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა და ის არის პირდაპირ წარმომადგენელი დონალდ ტრამპის. ეს ადამიანი, რასაც ამბობს, იმას ფიქრობს ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ადამიანი, რომ მილიონერი იყო, ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი კანდიდატურა გაჟღერდა და როგორც ჩანს, მან გასულ კვარტალში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო თავისი ქონების მართვასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მან გააყიდა $120 მილიონ წილი საკუთარ კომპანიაში. აქ საუბარი არის უძრავი ქონების მმართველ კომპანიაზე, რომელსაც რამდენიმე ტიპის უძრავი ქონება ჰქონდა და ამ წილის ანაცვლოდ მან ნაღდი ფულის სახით მიიღო $120 მილიონი. ძალიან დიდი კომპანია იყო რეალურად ის და $120 მილიონი ნაღდი ფულის სახით ხელწამოსაკრავი თანხა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანს კიდევ აქვს $350 მილიონი ქონება, მათ შორის არის რამდენიმე სახლი, რამდენიმე კორპუსიც კი აგრეთვე არის კომერციული უძრავი ქონება, რა თქმა უნდა, საფონდო ინდექსები, საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ძალიან დიდი პორტფელი, სადაც რამდენიმე $10 მილიონი ღირებულების SpaceX-ისა და Uber-ის წილებიც კი შედის და SpaceX-ზე არ არის საჯარო კომპანია, თუმცა ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ესე კერძო გარიგების სახით, მაინც აქვს ილონ მასკის კომპანიაში წილი შეძენილი, აგრეთვე არის ნაღდი ფული, რომელიც, როგორც თქვით, მას არ აკლია და საბანკო დეპოზიტები. მოკლედ, ეს ადამიანი არის უკიდურესად მდიდარი ელიტის წარმომადგენელი, თუმცა მას მოუწია თავისი კომპანიის აქციების გაგება, რადგანაც როგორც თავად ის გამარტავს, იყო გარკვეული ინტერესთა კონფლიქტის, ასე ვთქვათ, ნიშნები და ამერიკაში, როდესაც ძალიან მაღალ თანამდებობაზე ხართ, ანუ პრეზიდენტის წარმომადგენელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა არსებობს სხვადასხვა რეგულაციები ქონების ფლობასთან დაკავშირებით. მართალია მან ეს წილი გაასხვისა, თუმცა კომპანია მისი ოჯახის საკუთრებაში გარკვეულწილად მაინც რჩება, ამიტომაც ეს მხოლოდ ფორმალურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მას არაფერი არ დაუკარგავს, მის კომპანიას არაფერი არ შეძლებს და ეს ადამიანი, როგორც თქვი, არის ძალიან შეძლებული. ისე როგორც ლამის ყველა ტრამპის ადმინისტრაციაში. უიტკოფზე ვისაუბრეთ და რა ქვეყანასთანაც მას ნაწილობრივ აქვს ურთიერთობა ამ პერიოდში, როცა წარმოადგენს ის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, საუბრობ რუსეთზე. ვისაუბრეთ მის ქონებაზე, წილებზე ისეთ კომპანიებში, როგორც SpaceX-ი და Uber-ი. ამ შემთხვევაში იმ ქვეყანაში რა ხდება? 1990-იანი და ალბათ უფრო შორეული ამბებიც იყო, პირველი ვაჭრობა ბარტერი შედგა, რუსეთი უბრუნდება რაღაც საბარტერო ხელშეკრულებებს საგარეო ვაჭრობაში. საქმე იმაშია, რომ წყაროების ცნობით, რომლებიც დაახლოებული წყაროები არიან, რუსეთმა მარცვლეული გაცვალა ჩინურ ავტომობილებში, სელის თესლი გაცვალა ასევე სამშენებლო მასალაში. ტექნოლოგიური პროგრესია ძალიან დიდი. ანუ რაღაც პირველ ყოფილი ტყავი გაცვალა ხორცში და მე ქვები გადაცვალა შემდეგ სათეს საშუალებით. ხორი ტყავი შეერა სამოსელი მაშინ პირველად გამოქვაბულში ადამიანი. მოკლედ მიუხედავად რუსეთის ინდუეთთან და ჩინეთთან დაახლოებისა, ეს ბარტერის ხელშეკრულებები და ვაჭრობის
დაბრუნება ხას უსვამს იმას, საკმაოდ მძიმე დაისახება სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართულებით და საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო რუსეთის ეკონომიკამ უკრაინაში წამოწყებული ომის შედეგად. ანონიმური წყაროები, როგორც ვახსენე, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საუბარი არ არის რაოდენობაზე. ჩინელმა პარტნიორებმა ავტომობილების ჩინურ იუანს შეიძინეს ერთი ვერსიით. რუსეთმა შეიძინა რუსმა პარტნიორებმა ხორბალი რუსულ რუბლში. თანხმედრაში იყო ალბათ ეს თანხები, როდესაც კურსთა შორის სხვაობას დაითმობდნენ და შემდეგ ხორბალი და ავტომობილები გაცვალეს. მეორე ინფორმაცია რაც არის, სელის თესლია გადაცვლილი სამშენებლო მასალებზე. 2014 წელს ყირიმის ანექსიის და 2022 წელს უკრაინის შეჭრისთვის შეერთებულ შტატებმა, ევროპამ და სახელმწიფოებმა მთავრობას დაუწეს 2500-ზე მეტი სანქცია, 25000-ზე მეტი სანქცია ინდივიდუალური, მათ შორის რუსეთს და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საბარტერო ურთიერთობები როგორც ჩანს ბრუნდება, ვლადიმერ პუტინი მაინც ამბობს, რომ და ამტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მოლოდინს გადააჭარბა, მისი განმარტებით რუსეთის ეკონომიკა ბოლო 2 წლის განმავლობაში დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე უფრო სწრაფად გაიზარდა. პუტინმა ასევე ბიზნეს წარმომადგენლებს და ოფიციალურ პირებს უბრძანა, რომ სანქციებს ნებისმიერი გზით არ იდონ თავი. ხო, ბრძანების გარეშეც ეს მოუწევდათ მათ. ხო, მოუწევდა. სულ რომ არ ეთქვა. შეიძლება აქ ვეხმარა სიტყვა მოუწოდა, მაგრამ უფრო ბრძანება არის, რომ სანქციებს არ იდონ თავი, რაც არც თუ ისე მარტივი ამბავია. პირველ რიგში ალბათ საფინანსო სექტორის სანქციები გვახსენდება ჩვენ SWIFT-დან რუსული ბანკების ჩახსნა, რომელიც საკმაოდ დიდი დარტყმა იყო. არა მარტო, ასევე იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც უცხოეთიდან იმპორტზე იყვნენ დამოკიდებულები, ან არიან სრულად ჩანაცვლებულები უკვე ჩინური ალტერნატივებით, ან ბაზარიდან არიან გასულები. კი ბატონო, ასევე საფრთხეები, რომელიც უკავშირდება მეორად სანქციებს, ანუ რუსები უბრალოდ ვეღარ ვაჭრობენ ისეთ კომპანიებთან, რომელსაც შეიძლება სურვილი ჰქონდეთ, რომ ბიზნესის და მოგების მიზნით გარკვეული საქონელი რუსეთში გადაიზდონ, გაძვირებული 100-ან 200%-იანი მარჟებით, მაგრამ მეორადი სანქციებში ისინი ამას ვერ აკეთებენ, რადგან ისინი მოექცევიან სანქციების ქვეშ. მოკლედ, ეს სანქციები ალბათ და ჩვენ დეფიციტზე რუსეთის ბიუჯეტს გვისაუბრი არაერთხელ არის განმაპირობებელი იმ ყველაფრისა, რაც თავში დავიწყეთ საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ესე დადასტურებული 100% არ არის რთული ახლა რუსეთში ვინმე წყაროს რამე დაადასტურებინა, თუმცა საკმაოდ სანდო წყაროები ანონიმურ წყაროს დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ბარტერული ხელშეკრულებები ძალაშია და მოკლედ ავაჭრობის ამ სტანდარტზე გადაიწყო ნაწილობრივ რაღაც გარიგებებში რუსეთი. ანუ ბრძანება რომ სანქციებს თავი არ იდონ, შეიძლება ვიღაცამ ასე გაიგო. ხორბალი იყი და ავტომობილი ჩამოიყვანა უყურებლის ფასს. და არანაირი ტრანზაქცია არ შემდგარა ფურცელზე. შესაბამისად, სანქციას არ არის. მოკლედ ბარტერს ვერავინ ვერ აკრძალავს, ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი ვაჭრობის მეთოდია და აქ არის ძალიან მარტივი ლოგიკა იმისა, რომ თუ არ არის ფული, ის არ არის ტრანზაქცია იდეაში, გაცვლას ვერავის ვერ დაუშლის, მისი კონტროლი იქნება უკიდურესად რთული. მოკლედ, ამ გაცვლებთან და ფინანსებთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი 17%-მდე შეამცირა, უკვე აქამდე იყო 18%, მაგრამ 100 საბაზისო პუნქტიანი ინტერვენცია განახორციელა და ამას ამბობენ და ხსნიან იმითი, რომ ეს არის განპირობებული ინფლაციის შედარებით დასტაბილურებით, რომელიც ამავდროულად არის თან მზარდი და მზარდ ინფლაციაზე დასტაბილურების თქმა რამდენად სწორი არ ვიცით, მაგრამ რუსეთში ხშირად დეფინიციები ეკონომიკური სხვანაირად ესმით და ამასთან დაკავშირებითაც მათ უცნაური მოსაზრება აქვთ. ასობით ის უნდა ითქვას, რომ ცენტრალური ბანკი მოვალეს, რომ წელს რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება 1.5%-ით, არა და წლის დასაწყისში ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მინიმუმ 2.5% დაიდებოდა, თუმცა როგორც ჩანს გადახედეს ამ პროგნოზს და არ არის გამორიცხული წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გადახედონ პროგნოზს და მაჩვენებელი 1%-ზე დაბლაც კი დაწყდა. ხო. და ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ პროგნოზირებული არის ბიუჯეტის დეფიციტის გამრავლება, რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში მიაღწევს 133 მილიარდ დოლარს, ეს იქნება ახალი რეკორდი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში და სწორედ ნავთობით არის ეს განპირობებული. ნავთობი გაიაფებულია, რუსეთი ვეღარ ყიდის იმოცულობის ნავთობს იმ ფასადაც ადრე ყიდი და შესაბამისად ბიუჯეტში სახსრები არის შემცირებული, რადგან რუსეთის ბიუჯეტი დგას ნავთობზე და გაზზე. იქ სხვა რამე საინტერესო დიდად არ ხდება, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ყიდის ტექნოლოგიებს, ინოვაციას და რაღაც ადამიანურ მიღწევებს. ის ყიდის უბრალოდ ნავთობს. შესაბამისად, როდესაც ხარ
გიგანტური ბენზინგასამართ სადგური დამოკიდებული ხარ ბენზინის ფასებზე და ფასები, როგორც თქვით, რუსეთისათვის თლად ხელსაყრელი ბოლო პერიოდში არ არის. ვინ ჩაასხავს იმ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინს 10 თუ 4 მაგალითად. ცენტრალური ბანკი ვახსენეთ, განაკვეთ შემცირება და თურქეთი რა თქმა უნდა არ უნდა გამოხშეს. თურქეთში 250 საბაზისო პუნქტი შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი, შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთა 43%-დან 40.5%-მდე დაიწყო ამ შემთხვევაში და დაწია ამ შემთხვევაში, ნუ ჩვენ ვიცით რომ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, გამომდინარე იქიდან რომ ინფლაციას ებრძვის ქვეყანა უკვე წლებია, ცენტრალური ბანკის მხრიდან 2.5%-იანი ინტერვენცია შემცირებული ინფლაციით და განპირობებული, იქ ნამდვილად შემცირდა ინფლაცია. ზრდის ტემპი აღარ არის, რაც გასახარია, რა თქმა უნდა, თურქეთის მთავრობის ზოგადად ეკონომიკისთვის 33%-ის ფრაგმენტებშია და მარეგულირებელ ორგანოს ამან მისცა საშუალება, რომ ფინანსირების განაკვეთი შეემცირებინა და შედარებით ეკონომიკის საკრედიტება გაიზრდება, თუმცა 40.5%-იც დაბალი განაკვეთი არ არის ამ შემთხვევაში. განაკვეთის შემცირების ფონზე ეროვნული ვალუტა ახალ ანტირეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის გასვლითმა კურსმა 41.3 ლირაში ადგინა. ალბათ სავარაუდოა რომ წნეხი თურქულ ლირაზე მოკლევადიან პერიოდში გაიზრდა, მაგრამ საშუალოებიან შესაძლოა რომ ეს ნაწილიც დასტაბილურდეს თუ ინფლაცია შემცირდება და შემდეგ გაყვება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ამ შემთხვევაში. აქვე ორივე სიტყვა უნდა ვთქვა ერთ საინტერესო საკითხზე, რომელზედაც ხშირად არ ვსაუბრობთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის. ეს არის გლობალური მოსახლეობა და მისი რაოდენობის ზრდა. მოკლედ გაარი რომ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის თანახმადაც 2084 წელს მიაღწევს დედამიწის მოსახლეობა პიკს და ეს პიკი იქნება დაახლოებით 10.300.000.000 ადამიანი. ამის შემდეგ კი გაეროში ფიქრობენ რომ მოსახლეობა ჯერ დასტაბილურდება, შემდეგ კი ეტაპობრივად შემცირდება, მაგრამ შემცირება არ ნიშნავს იმას რომ რაღაც ადამიანები გადაშენდებიან. უბრალოდ რაოდენობა დასტაბილურდება სავარაუდოდ 8 მილიარდის ფარგლებში და ეს მონაცემები ეხმობა იმ სტატისტიკას, რაც არის სხვაობა განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის. მოგეხსენებათ, როდესაც ქვეყანა ვითარდება, იქ შობადობის მაჩვენებელი ბუნებრივად იკლებს, ჩამოდის ერთზე დაბლა და ამითი მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურდება. ხოლო განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით საუბარი არის აქ აზიურ სახელმწიფოებზე და აფრიკულ სახელმწიფოებზე, იქ შობადობის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, ხშირად 2-ზე უფრო მაღალი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა სწრაფი ტემპით ზრდასთან ერთად ეკონომიკაც ვითარდება, საშუალო ცხოვრების დონე იწევს და იქ უკვე შობადობაც იკლებს. და აი ასე ამ გათვლებიდან გამომდინარე, გაეროში მოელიან, რომ საერთო ჯამში დედამიწის მოსახლეობა სწორედ 8-9 მილიარდის ფარგლებში დასტაბილურდება, ეს განჭვრეტად მომავალში, ხოლო რაც შეეხება 2100-იან და 200-იან წლებს, იქ უკვე პროგნოზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგანაც მედიცინა შეიძლება იმდენად განვითარდეს, რომ ყველაფერი, ყველა ფორმულა, რომელსაც დღეს დავწერთ, უბრალოდ თავდაყირა დააყენოს, ამიტომაც საშუალოვადიანი მოლოდინები გაეროს მხრიდან არის სწორედ ასეთი. ანუ 2084 წელს ვიქნებით ძალიან ბევრი, 10.300.000.000 ვიქნებით. კი ბატონო. ვიზრდებთ. აქედან ალბათ საქართველოს გაიზრდება შესაძლოა. ხო, იმედი ვიქონიოთ. თუ მაშინ ყველა ქვეყანაში უნდა გაიზარდოს მოსახლეობა, ეკონომიკაც და მოკეთ ნახოთ რომ ცხოვრების დონე მინიმუმ. ცხოვრების დონე ოწყობს. საქმე ისაღამო, დღეს ამით დასრულებულია. მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის, ყველამ დაგემშვიდობებით. თქვენ წინგელით თელარა გელანტიას ავტორო გადაცემა წერტილი ჩვენ გეხვალ ამ დაგემშვიდობებით. საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი.